ახლა ვიწყებთ ჩვენი ახალი პროექტის დაშლა არ მოშლის მეორე ვიდეოს და აი ამ მანქანას უნდა მივესალმო აი ესე. ვილაპარაკებთ E-კლასის ფენომენზე, ვილაპარაკებთ კონკრეტულად ამ მოდელის თავის ტკივილებზე, თუ კი ასეთები აქვს, როგორ უნდა მოუაროთ, რა უნდა გაითვალისწინოთ. ფასი აქვს საკმაოდ ბიუჯეტური, რომელსაც მოგვიანებით გავაჟღერებთ და ან მოდი ეხლა ვეფხარ. ადრე იყო რომ Mercedes-ი მხოლოდ კომფორტია და BMW მხოლოდ სპორტია და Audi სადღაც შუაშია. ეს არის მითი, ხო ესეა? კი ბატონო, გეთანხმები, ვინაიდან ტურბინიანი ძრავია, არსებობს ბევრი მითი მის მოვლაზე. რამდენ ხანში ერთხელ უნდა შეცვალოს ანტიფრიზი? 8 წელია საშუალო. 8 წელი ერთ-ერთი ანტიფრიზი გისხია მანქანაში? ძალიან კარგი კოლოფია. კი, ძალიან მომწონა მეც სიამოვნე, კომფორტული ეკონომიაში აბსოლუტურად რბილი და იდეალურად თავდა. და იმისთვის რომ ესეთი კარგი იყოს კიდე დიდხანს, როგორ უნდა მოუაროთ? ხო. რა უძღეგრძელოთ? სადღეგრძელო გვიდე, დაშლა არ მოშლა გვაქვს რუბრიკის სათაური და ესეთი აზრი მაქვს, რომ უნდა უსურვოთ